დაიცა რაფაელ ფიზიევი უნდა შეხვდეს ილია თოფურიას. მაგაზე ძალიან ხშირად საუბრობენ ამ ბოლო დროს და საუბრობენ ძირითადად ფიზიევის გულშემატკივრები. რა თქმა უნდა, ესეთი რაღაცა არ მოხდება. პირადად ჩემი აზრით, მაგრამ მისი გულშემატკივრები თვლიან, რომ ის იმსახურებს ამ ბრძოლას, იმიტომ რომ ჯასტინ გეიჯის ორჯერ შეხვდა და ერთხელ გაყოფილი გადაწყვეტილებითაც წააგო. ზოგი თვლის, რომ მაშინ რაფაელ ფიზიევმა ჯასტინ გეიჯის მოუგო. რა თქმა უნდა, ესეთი რაღაცეების მე არ მჯერამ. ვფიქრობ, რომ ილია თოფურია აუცილებლად უნდა შეხვდეს ჯასტინ გეიჯის თუ ის დარჩება ამ დივიზიონში. მაგრამ რატომღაც მგონია, რომ დიდი ალბათობით ჯასტინ გეიჯი მოტყდება მაგ დივიზიონიდან, იმიტომ რომ ილია თოფურიას მეორეჯერ აღარ შეხვდება, იმიტომ რომ ზემოდან აღარ დაკრიშავს თეთრი სახლი. და დიდი ალბათობით ილია თოფურია შეხვდება არმან სარუკიანს. ეს ჩემი ფიქრებია მოკლედ. ამ თემებზე მოდით მომავალში ვისაუბროთ, ეხლა კი ვისაუბროთ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, აზერბაიჯანში ჩატარდა UFC-ს ივენთი, სადაც ისეთი მაგარი რაღაცეები მოხდა, რომ აი მთლიანი ივენთის განხილვას შემოგთავაზებთ. რა თქმა უნდა, ყველა მებრძოლზე პატარა-პატარა ისტორიებს მოგიყვებით, რომ იცოდეთ ვინ რა არის, როგორი არის, მე მომავალში რომ ანალიზი გააკეთოთ. მაგრამ არ ტურნირზე იმის გარდა, რომ რაფაელ ფიზიევმა იჩხუბა, მოხდა ძალიან მაგარი რაღაცეები. მაგალითად, UFC-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ნოკაუტი. ამ ვიდეოში გაიგებთ, ვინ გააკეთა ეს ყველაფერი და რა თქმა უნდა, აი შეხედეთ. ერთ-ერთი ყველაზე უიშვიათესი მტკივნეული ილეთი, რომელმაც ალმაბაევმა გააკეთა. მოკლედ დარჩით ამ ვიდეოში, ბევრი საინტერესო რაღაცა გელოდებათ. იქამდე კი შეგახსენებთ, რომ ამ გადაცემის გენერალური სპონსორი არის ყლაო კომპანია გლობალი. ყველაზე მაგარი კომპანია, რომელიც იზრუნებს თქვენი მანქანის ჩამოყვანაზე. ყველაფერი ხდება ძალიან სწრაფად და ხარისხიანად, მაგრამ ბურგერის დაგემოვნება თუ გინდათ, თან ყველაზე მაგარი გემრიელის. რა თქმა უნდა, ბურგერ ფერედაის უნდა მიმართოთ, გამოძახების სერვისში 35%-იანი პასდაკლება აქვს, აუცილებლად იგემეთ და მე ჩაუჯექით ჩემს გადაცემას. მე კიდევ ვიწყებ UFC ბაქოში. ჩვენს გამოშვებას პრელიმებით ვიწყებთ. ბაქოს ტურნირის პირველივე დაპირისპირებამ, რომელიც ნახევარსაშუალო წონით კატეგორიაში 77 კილოგრამამდე გაიმართა, დიდი ინტრიგა შექმნა. გალიაში წარმოშობით აზერბაიჯანელი ტახირ ულანბეკოვი და ბრაზილიელი ჯეფერსონ ნასიმენტო წარდგნენ. ორგანიზაციაში ორივე მებრძოლისთვის ეს დებიუტი იყო. ტახირ აბდულაევი ბრძოლას სოლიდური რეკორდით შეხვდა 19 გამარჯვება და მხოლოდ 3 მარცხი. არც მისი ოპონენტი იყო ხელწამოსაკრავი. ბრაზილიელი იდეალური სერიით მოდიოდა 13 გამარჯვება მარცხის გარეშე. მეტიც ნასიმენტო პრესტიჟული ლიგის LFA-ის ჩემპიონი გახდა და ტიტულის წარმატებით დაცვა ორჯერ მოასწრო. თუმცა თავად ბრძოლა რბილად რომ თქვა, უცნაურად დაიწყო. პირველი რაუნდი უბრალოდ საშინელი გამოდგა. ბრაზილიელი აშკარად თავს არიდებდა კონტაქტს, ასე ვთქვათ, დაჭერობანას თამაშობდა და თითქმის მთელი 5 წუთის განმავლობაში აზერბაიჯანელ მებრძოლს გაურბოდა. აბდულაევი ნამდვილ შოკში იყო და აშკარად ვერ იგებდა რა ხდებოდა. ისეთი შტაბეჭდილება რჩებოდა, თითქოს ნასიმენტო გალიაში წაგების ფიქრით შევიდა. ბაქოში ტურნირის გახსნა ადგილობრივი მებრძოლის წინააღმდეგ მარტივი საქმე ნამდვილად არ არის და ბრაზილიელმა როგორც ჩანს თავის გადარჩენა გაქცევით გადაწყვიტა. მეორე რაუნდში სურათი ოდნავ გამოცოცხლდა. მებრძოლები რამოდენიმეჯერ შევიდნენ დარტყმების გაცვლაში, მაგრამ მთლიანობაში ნასიმენტო ღია ბრძოლას მაინც თავს არიდებდა. აბდულაევმა მხოლოდ რაუნდის მიწურულს შეძლო მეტოქისთვის ზუსტი და მძიმე დარტყმის მიყენება. ტახირი ამ მუდმივა სირბილმა იმდენად გააღიზიანა, რომ ემოციურ ფონზე გონგის შემდეგ კიდევ ერთი დარტყმა შეასრულა. მის და საბედნიეროდ რეფერის კულა არ დაუკლია. სამაგიეროდ მსაჯ ბრაზილიელთან კაცრი საუბარი ჰქონდა და პირდაპირ აუხსნა, რომ გალიაში ჩხუბია საჭირო და არა მარათონის სირბილი. და ამან იმუშავა. მესამე რაუნდში როგორც იქნა ნამდვილი ბრძოლა ვიხილებთ. ყველაფერი დაიწყო დარტყმების გაცვლებით. სპორტსმენები აქტიურად იბრძოდნენ კლინჩში და გადამწყვეტ მომენტში აბდულაევმა თავისი მოჭიდავის ფესვები გაიხსენა. მან ბრაზილიელი ეფექტურად გადაიყვანა მიწაზე, დაიკავა დომინანტური პოზიცია და დაიწყო დარტყმების მეთოდურად დაჭედება გრანდენ პაუნდში. ამ ხისტმა დარტყმებმა რეფერის სხვა არჩევანი აღარ დაუტოვა და მან ბრძოლა შეაჩერა. როგორც შედეგი, ტახირ აბდულაევის ბრწყინვალე გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით. ჯეფერსონ ნასიმენტომ კი თავის პროფესიონალურ კარიერაში პირველი მარცხი იგემა. შემდეგი დაპირისპირება 61 კილოგრამში გაიმართა. ოქტაგონზე ერთმანეთს ყაზახეთის წარმომადგენელი ბეგზად ალმახანი და ბრაზილიელი მებრძოლი ჟენ მაცუმოტო დაუპირისპირდნენ. ბეგზად ჩვენ ყველა კარგად ვიცნობთ. თავის ბოლო ბრძოლაში ის ალექსანდრე თოფურიას შეხვდა და მაშინ ჩვენმა მებრძოლმა მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამ ბრძოლას ალმახანი პროფესიონალური რეკორდით 11 მოგებითა და 4 მარცხით შეხვდა. UFC-ში მისი დებიუტი 2024 წელს შედგა. ჯერ მსაჯების გადაწყვეტილებით უმარ ნურმაგომედოვთან დამარცხდა, შემდეგ ეს წაგება სანახაობრივი ნოკაუტით დახურა, თუმცა
თუმცა ამის მერე კვლავ დათმობრძოლა ალექსანდრე თოპურიასთან. ახლა რაც შეეხება მის მეტოქეს, ბრაზილიელი ჟენ მაცუმოტო პროფესიონალებში 2018 წლიდან ასპარეზობს და ამ ბრძოლამდე მისი რეკორდი 17 მოგებასა და 2 მარცხში ადგენდა. UFC-ის საგზური მან დანა უაითის პრეტენდენტთა სერიიდან მოიპოვა. მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში ბრაზილიელმა უკვე 5 ბრძოლის ჩატარება მოასწრო. 3-ჯერ გამარჯვება იზემა და 2-ჯერ მსაჯების გაყოფილი გადაწყვეტილებით დამარცხდა. აღნიშნული სპორტსმენების დაპირისპირება გრძელდებოდა 3-ვე რაუნდს. ეს იყო ნამდვილად ხისტი უკომპრომისო ჩხუბი დგომში. პირველი რაუნდი უყოყმანოდ ალმახანმა წაიღო. ის გაცილებით სანახაობრივად მოქმედებდა, მიზანში უფრო ზუსტად არტყამდა და ერთ მომენტში ბრაზილიელი თითქოს ნოკდაუნშიც კი გაგზავნა. თუმცა მეტოქის მიწაზე დასასრულებლად ბეგზატი არ წავიდა. როგორც ჩანს, გარისკვა არის სურვა და თავის პარტნიორზე ფსონი არ დადო. აი დარჩენილ 2 რაუნდში კი მაცუმოტოს შეხვედრის მსვლელობის სათავისოდ შემოტრიალება შეძლო. და ეს მიუხედავად იმისა, რომ ბეგზატმა მას სერიოზული ზიანი მიაყენა, მან ბრაზილიელს სარბის საშინლად გადაუხსნა. ჭრილობა იმდენად საზარელი იყო, რომ ერთ მომენტში ვიფიქრე კიდეც ექიმები ბრძოლას ახლავე გააჩერებენ მეთქი. მაგრამ არა, ბრაზილიელმა დაუჯერებელი ხასიათი გამოავლინა. გაცვლებში დაბრუნდა და ძალიან ღირსეულად იბრძოლა. საბოლოოდ ბოლო 2 რაუნდი ძალიან ახლო და კონკურენტული გამოდგა. მაცუმოტომ შესანიშნავი ამტანობა აჩვენა, ოდნავ უფრო უკეთესი იყო და შედეგად გამარჯვება მსაჯების გადაწყვეტილებით წაიღო. $77 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გამართულ მომდევნო დაპირისპირებაში უკრაინელი მებრძოლი დანილ დანჩენკო ოქტაგონზე შვედ თეოდორ ბერგნერს დაუპირისპირდა. შვედისთვის ეს მსოფლიოს უძლიერეს ლიგაში დებიუტი იყო. უკრაინელმა სპორტსმენმა კი უკვე მოასწრო თავის გამოჩენა. დანჩენკო საკულტო რეალიტი შოუ TAF-ის ჩემპიონიც გახდა და UFC-ში ერთი წარმატებული ბრძოლაც უკვე ჰქონდა ჩატარებული, სადაც მსაჯების გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. ამ პაექრობას დანილი პროფესიონალური რეკორდით 14 გამარჯვებითა და მხოლოდ 2 მარცხით შეხვდა. თავად ბრძოლამ პირველივე წამებიდან გაამართლა ფანების მოლოდინი. პირველი რაუნდი მაქსიმალურად კონკურენტული და სანახაობრივი გამოდგა. მებრძოლებს ჭიდაობა ფიქრებშიც კი არ ჰქონდათ. მთელი პირველი 5 წუთეული ფეხზე გაატარეს და დგომში ხისტი ბრძოლა გააჩაღეს. აშკარა იყო, რომ უკრაინელი გაცვლებში თავს უფრო თავდაჯერებულად გრძნობდა. არ შეიძლება ითქვას, რომ ეს იყო უპირობო დომინაცია, თუმცა სიზუსტისა და ტაიმინგის ხარჯზე დანელი მეტოქეზე ოდნავ უკეთესად გამოიყურებოდა. მეორე რაუნდიც იგივე გიჟურ ტემპში დაიწყო, თუმცა კულმინაცია მოულოდნელად დადგა. დანჩენკომ იდეალური მომენტი დაიჭირა და თავში დამანგრეველი დარტყმა მიაყენა თეოდორს. ჰაიკიკმა ზუსტად მიზანში მიაღწია და ბერგნერი მომენტალურად მძიმე ნოკდაუნში აღმოჩნდა. დანილმა შანსი ხელიდან აღარ გაუშვა, ის მაშინვე ერთსა დასაფინიშებლად მეტოქეს დარტყმების წვიმა დააყარა და რეფერი იძულებული გახდა პაექრობა შეეჩერებინა. შედეგი დანილ დანჩენკოს ეფექტური გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით მეორე რაუნდში. უკრაინელი მებრძოლი UFC-ში თავის გამარჯვებების სერიას აგრძელებს. შემდეგი ოქტაგონზე ხავიერ რეიესი გამოვიდა. კოლუმბიელი პროსპექტი რეკორდით 23 გამარჯვება და 5 მარცხი. რეიესი UFC-ში LFA-ის ექს-ჩემპიონის სტატუსით დანა უაითის პრეტენდენტთა სერიიდან მოვიდა. ლიგაში მან მაქსიმალურად დამაჯერებლად დაიწყო ნოკაუტი დანა უაითის სერიაზე და ნოკაუტი დებიუტში. ორივე ფინიში პირველსავე რაუნდში. მისი მეტოქე ავსტრალიელი მებრძოლი კან ოფლი გახდა. პროფესიონალური რეკორდით 14 გამარჯვება, 4 მარცხი და 1 არშემდგარი ბრძოლა. ოფლიმ UFC-ში თავისი გზა 2024 წელს რთულად დაიწყო. სტარტზე ზედიზედ 2 მარცხი ძალიან ბევრს გატეხდა, მაგრამ ოფლიმ კამბექის შესრულება შეძლო და ზედიზედ 2 დამაჯერებელი გამარჯვების სერიაზე გავიდა. ბრძოლა კლასიკური დაზვერვით დაიწყო. მთელი წუთის განმავლობაში ათლეტები დისტანციას სინჯავდნენ და გარისკვასა და ღია გაცვლებში ჩართვის სურვილი არ ჰქონდათ. დაძაბულობა იზრდებოდა, მაგრამ კარტების გახსნას არავინ ჩხარობდა. კულმინაცია მეოთხე წუთის მიწურულს დადგა. კანოფლი აფეთქდა უსასტიკესი მარჯვენა ხუკით, რომელმაც მიზანში მიაღწია და კოლუმბიელი მიწაზე აღმოჩნდა. ოფლიმ მომენტი იგრძნო და დარეტიანებულ რეეს დამაგვირგვინებელი დარტყმების წვიმა დააყარა თავს. როდესაც ხავიერმა თავის დაცვა ვეღარ შეძლო, ავსტრალიელი ელვისებურად გადავიდა აქტიურ მოქმედებებზე. მან მაშინვე მეტოქის კისერი დაითრია და მახრჩობელა ილეთზე გავიდა. რეესი იძულებული გახდა დანებების ნიშნად ხელით დაერტყა. კან ოფლი ეფექტურად იმარჯვებს საბმიშენით.
საშუალო წონით კატეგორიაში გამოცდილებისა და ამბიციების დამაინტრიგებელი დაპირისპირება გველოდა. უზბეკი ვეტერანი ნურსულტონ რუზებოევი რუსი მებრძოლის ანდრეი პულიაევის წინააღმდეგ. ანდრეი პულიაევი გამორჩეული ათლეტია 10 მოგებითა და 4 მარცხით. ჩვენ მშვენივრად გვახსოვს მისი ბოლო პერფორმანსი ამ მომავალ ვარსკვლავ ატება გოტიესთან. მიუხედავად საჯების გადაწყვეტილებით მარცხისა, პულიაევმა გამძლეობისა და კონკურენტუნარიანობის დაუჯერებელი დონე აჩვენა. ამ საღამოს მას MMA-ის ნამდვილი ძველი მგელი დაუპირისპირდა. 32 წლის ასაკში ნურსულტონ რუზებოევი უკვე კოლოსალური გამოცდილების მქონე გამოწვრთნობილი ვეტერანია. მისი პროფესიონალური რეკორდი გაოცებას იწვევს 36 მოგება და 9 მარცხი. ნურსულტონი პროფესიონალურ დონეზე 2014 წლიდან იბრძვის, იყო ჩემპიონი სხვადასხვა ორგანიზაციებში და ფინიშის ფენომენალური ალღო აქვს. 13 გამარჯვება ნოკაუტით და 21 გამარჯვება საბმიშენით. UFC-ში ის 2023 წელს შეიჭრა და პირველსავე რაუნდში 2 მეტოქე მომენტალურად დაანოკაუტა. ხუაკინ ბაკლისთან რთული ბრძოლის შემდეგ, სადაც საჯებმა გამარჯვება ამერიკელს მიანიჭეს, რუზებოევი კვლავ დაუბრუნდა გამარჯვებების გზას და დაამტკიცა, რომ მისი უნარები უნივერსალურია. მებრძოლებმა შეხვედრა უკიდურესად ფრთხილად დაიწყეს და თითოეულ ნაბიჯს თვლიდნენ. დაძაბულობა იგრძნობოდა, ორივეს კარგად ესმოდა შეცდომის ფასი. რაუნდის შუაში რუზებოევმა თავისი შანსი მაინც იპოვა. მან მეტოქე პარტერში გადაიყვანა. მიწაზე აღმოჩენილმა ნურსულტონმა ჯიუ-ჯიტსუს თავისი მაღალი დონე აჩვენა. მან მომენტალურად აიღო ზურგი, პულიაევის კორპუსი ფეხებით ხისტად დააფიქსირა და მოძრაობის საშუალება მოუსპო. რუზებოევი ახეს მეთოდურად ამზადებდა. ფინალურ სტადიაზე მან რუსი კისერზე დაიჭირა და მჭიდროდ შეკრა. ფინიში კი სასტიკი გამოდგა. ანდრეი პულიაევი ბოლომდე ცდილობდა წინააღმდეგობის გაწევას, არ ნებდებოდა, მაგრამ უზბეკ მებრძოლმა საქმე ბოლომდე მიიყვანა და დაახრჩო ის. ეს იყო ფინიში გათიშვამდე. პულიაევს კი პატივისცემა. ის არ დანებდა. ქვემ მძიმე წონით კატეგორიაში 93 კილოგრამში მოხდა მოვლენა, რომელსაც ფანები სამუდამოდ დაიმახსოვრებენ. ოქტაგონზე ერთმანეთს ამერიკელი ჯულიუს უოკერი და აბდულრაჰმან იახიაევი დაუპირისპირდნენ. უოკერი უნივერსალური მებრძოლია, რომელიც UFC-ში დაუმარცხებლის სტატუსით 6-0 მოხდა. თუმცა თავად ორგანიზაციაში მისი საქმეები რთულად წავიდა. სამ ბრძოლაში მან 2 მარცხი განიცადა და მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა. აი მისი მეტოქე კი ეს უკვე ინტრიგის სრულიად სხვა დონეა. აბდულრაჰმან იახიაევი ეთნიკურად ჩეჩენია, რომელიც თურქეთს წარმოადგენს. ამ დაპირისპირებას ის დაუმარცხებელი პროსპექტის სტატუსით 9-0 რეკორდით შეხვდა. UFC-მდე მან 6 ბრძოლა ჩაატარა და ხან ფაიტის და RSFC-ის საჩემპიონო კამრების აღებაც მოასწრო. 2025 წელს იახიაევი დანა უაითის პრეტენდენტთა სერიაში მოხვდა და იქ ნამდვილი სენსაცია მოახდინა. სულ რაღაცა 30 წამში მან თავისი მეტოქე ფაქტობრივად გაანადგურა და ბადესთან მიბეგვა. ეს ფინიში იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ თავად დანა უაითის კი შოკში ჩავარდა და ახალგაზრდა პროსპექტს კონტრაქტი დაუფიქრებლად გაუფორმა. UFC-ში დებიუტი დივიზიონისთვის არანაკლებად დამაფრთხობელი აღმოჩნდა. აბდულრაჰმანი მეტოქეს ზუსტად 33 წამში გაუსწორდა. ამ წამებში მან ოპონენტის დგომში დაშლა ეფექტური გდების შესრულება და საბოლოოდ მისი დახრჩობა მოასწრო. შემდეგი, ვისაც არ გაუმართლა, ბრაზილიელი ბრენსონ რიბეირო იყო. ისევ პირველი რაუნდი, ისევ ტოტალური დომინაციამ ჩეჩენს 2 წუთი და 52 წამი დასჭირდა, რათა ბრაზილიელი მახრჩობელა ილეძა და ეჭირა. სწორედ ასეთი დამაშინებელი ბექგრაუნდით გამოვიდა იახიაევი ჯულიუს უოკერის წინააღმდეგ ბრძოლაში ბაქოში. ამჯერად აბდულრაჰმანმა აბსოლუტურად ყველა გააოცა. მას ზუსტად 8 წამი დასჭირდა ამერიკელის დასანოკაუტებლად. გონგისთანავე იახიაევმა მოკლე მარჯვენა ჰუკი ისროლა და უოკერი მიწაზე დაეცა. მებრძოლი იმდენად იყო შერყეული, რომ პაექრობის შეჩერება მაშინვე შეიძლებოდა, მაგრამ რეფერიმ აბდულრაჰმანს მეტოქის ჩაქოლვის საშუალება მისცა. შედეგად ჩვენ UFC-ის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი ნოკაუტის მომსწრენი გავხდით. ახლა ამ მებრძოლს მაქსიმალურად ყურადღებით უნდა მივადევნოთ თვალი. ის კვლავ დაუმარცხებელია იდეალური რეკორდით 10 გამარჯვება მარცხის გარეშე, სადაც 4 გამარჯვება ნოკაუტითაა მოპოვებული, 5 საბმიშენით და მთელი კარიერის განმავლობაში მხოლოდ 1 ბრძოლა მივიდა მსაჯების გადაწყვეტილებამდე. Seconds of the very first round. By knockout, undefeated Abdulrahman Yakhyayev.
ნახევრად საშუალო დივიზიონში ერთმანეთის პირისპირ წარდგნენ ამერიკელი ერიკ ნოლანი და აზერბაიჯანელი დებიუტანტი ფარმან ხასანოვი. UFC-ში გაფორმებამდე ნოლანი შესანიშნავ გამოსვლებს აჩვენებდა, თუმცა ზუსტად 1 წლის წინ მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში მისი დებიუტი გეგმის მიხედვით არ წავიდა. ის ბაისანგურ სუსურკაევთან დამარცხდა. ახლა ამერიკას ჰაერივი სჭირდებოდა ამ მარცხის დახურვა. მისი ოპონენტი ფარმან ხასანოვი UFC-ში თავის პირველ ბრძოლას ატარებდა, მაგრამ ზურგს სოლიდური ბექგრაუნდი უმაგრებდა. ძირითადად ის LFA-ის ლიგაში გამოდიოდა და ამ პაექრობას იდეალური რეკორდით 5-0 შეხვდა. თანაც 4 გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით ჰქონდა მოპოვებული. ხასანოვი თავისუფალი ჭიდაობის სპორტის ოსტატია, მისი სტილი მაქსიმალურად პრაგმატულია. ის უბრალოდ აგდებდა თავის მეტოქეებს მიწაზე და ზემოდან დაუნდობლად ბეგვავდა. თუ კი ამ დაპირისპირებას მოკლედ ავღწევთ, ჩვენ ერთფეროვანი, მაგრამ ტოტალურად მაკონტროლებელი სტილი ვიხილეთ. აზერბაიჯანელმა მებრძოლმა ფსონი თავის თავისუფალ ჭიდაობაზე დადო. ის არ ეძებდა მტკივნეულან მახრჩობელ აილეთს და არც ერთი დარტყმით ნოკაუტის საფრთხეს ქმნიდა. ხასანოვი უბრალოდ გამუდმებით აგდებდა ნოლანს მიწაზე და ბადესთან კლინჩში მჭიდროდ აკონტროლებდა. თუმცა ასეთი გიჟური ტემპის შენარჩუნება ნებისმიერი სპორტსმენისთვის რთულია. ბრძოლის მეორე ნახევრისთვის ხასანოვი საგრძნობლად გამოიფითა და დაიღალა. ნოლანმა მომენტალურად ისარგებლა ამით და დგომში აზერბაიჯანელის დამაჯერებლად დაჯაბნა დაიწყო, რითაც ინიციატივა საკუთარ ხელში აიღო. ჩანდა რომ ბრძოლა შეიძლებოდა შემოტრიალებულიყო, მაგრამ ამ მონაკვეთმა დიდხანს არ გასტანა. გადამწყვეტ მესამე რაუნდში ხასანოვმა სუნთქვის ოდნავ აღდგენა მოასწრო, მან კვლავ ჩართო მოჭიდავის რეჟიმი, გააგრძელა ამერიკელის მიწაზე ჩათრევა და ფინალურ გონგამდე დამაჯერებლად აკონტროლებდა მას. შედეგი ფარმან ხასანოვის კანონზომიერი გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. აზერბაიჯანელმა ეს სადებიუტო პაექრობა ხამზად ჩიმაევის დამქანცველ სტილში წაიღო. გადავდივართ ბაქოს ტურნირის მთავარ ქარდზე. ის საშუალო წონით კატეგორიაში გამართულმა ბრძოლამ გახსნა. ამ კატეგორიის ლიმიტი 84 კილოგრამია. ოქტაგონზე ერთმანეთს პოლონელი დამრტყმელი მიხაილ ოლექსინჩუკი და აბუს მაგამედოვი დაღესტნში დაბადებული მებრძოლი დაუპირისპირდნენ, რომელიც გერმანიის დროშით გამოდიოდა. აბუს მაგამედოვი ძალიან საშიში უნივერსალია, რომელიც თაოს დამაჯერებლად გრძნობს როგორც დგომში, ისევე პარტერში. ალბათ მისი ერთადერთი შესამჩნევი მინუსი გამძლეობაში ჩავარდნებია. მისი პროფესიონალური რეკორდი პატივის ემას იმსახურებს 28 მოგება და 7 მარცხი. თავის კარიერის განმავლობაში მან რამოდენიმე ლიგაში ჩემპიონობა მოასწრო და PFL-ის პრომოუშენში ტიტულისთვისაც იბრძოლა. UFC-ში დაღესტნელი გერმანელი 2022 წლიდან გამოდის. ამ დროის განმავლობაში მან 7 ბრძოლა ჩაატარა და 3-ჯერ დამარცხდა. თუმცა აღსანიშნავია ოპოზიციის დონეც. მან მხოლოდ დივიზიონის ნამდვილ მონსტრებთან წააგო. ისეთებთან როგორიც არის შონ სტრიკლენდი, კაიო ბორალიო და ჯო პაიფერი. მისი მეტოქე პოლონელი მიხაილ ოლექსინჩუკი დაუჯერებლად ჯიუტი და დიდი ბრძოლის უნერიონების მქონე დამრტყმელია. UFC-ში მან თავისი გზა ჯერ კიდევ 2017 წელს ქვემძიმე წონაში დაიწყო. ოპონენტების ფონზე ის ხშირად პატარა და არც ისე ათლეტური ჩანდა, მაგრამ მაინც ახერხებდა უზარმაზარი ბიჭების ყრუ ნოკაუტში გაშვებას. საბოლოოდ მიხალმა საშუალო წონაში გამოსვლის გონივრული გადაწყვეტილება მიიღო. ახლა მისი პროფესიონალური რეკორდი 22 მოგებასა და 9 მარცხში ადგენს და ამ პაექრობას ის ZZ3 მოგებისგან შემდგარი დამაჯერებელი სერიით შეხვდა. შეხვედრის პირველმა წუთმა ძალიან მშვიდ ტემპში ჩაიარა. მებრძოლები ტექნიკურ დაზვერვას ატარებდნენ, მაგრამ როგორც კი დარტყმების პირველი გასვლები დაიწყო, ნათელი გახდა რომ მაგამედოვი დისტანციას სრულად აკონტროლებდა. აბუსი გაცილებით ზუსტი ჩანდა. ის დისტანციიდან ფეხებით შესანიშნავად მუშაობდა. კლინჩი მეტოქეს მუხლებით მწვავედ ჩხლებდა და კონტრშეტევებზეც ბრწყინვალედ გამოიყურებოდა. კულმინაცია ხისტად და ელვისებურად დადგა. მაგამედოვმა ალექსიჩუკი იდაყვის უძლიერესი დარტყმით შეარყია და პოლონელი მიწაზე გაგზავნა. მაგამედოვს წამიც არ დაუკარგავს. ის მომენტალურად მივარდა დაცემულ ოპონენტს კისერზე მჭიდროდ ჩაეჭიდა და ეფექტური გილიოტინა შეუსრულა. როგორც შედეგი პოლონელი გონების დაკარგვამდე იქნა დახრჩობილი. ჩვენ მივიღეთ კიდევ ერთი უსასტიკესი ფინიში ამ ტურნირზე, რომელიც მებრძოლის გონების სრული დაკარგვით დასრულდა. უბრუნდებით საშუალო წონას. მთავარ ქარდს მომდევნო ბრძოლაში თანატოლები შეხვდნენ. ორივე მებრძოლი 33 წლის არის, მაგრამ სტილისტურად ეს აბსოლუტურად განსხვავებული დაპირისპირება იყო. ერთ კუთხეში ბრაზილიელი ბრუნო ფერეირა იდგა. ის არის ძალიან განიერი, ფიზიკურად ძლიერი მებრძოლი, მძიმე დარტყმითა და ნოკაუტერის მკვეთრად გამოხატული სტილით. ლიგაში გზა მან დანა უაიტის პრეტენდენტთა სერიიდან გაიკვალა. ამჟამად მის აქტივში UFC-ის ეგიდით ჩატარებული 9 ბრძოლა, რომელთაგანაც 6-ში გამარჯვება მოიპოვა. ამ ტურნირს ბრაზილიელი გრეგორი როდრიგესთან რევანში დასანანი
მწვანე მარცხის შემდეგ შეხვდა. ოქტაგონის მეორე კუთხეში კი იკრამ ალისკეროვი იმყოფება, დაღესტნელი მებრძოლი და აბდულმანაპ ნურმაგამედოვის ლეგენდარული სკოლის აღზრდილი. იკრამის საბრძოლო სამბოში ევროპის ჩემპიონია, რომელიც შესანიშნავ პროფესიონალურ რეკორდს ფლობს 18 მოგება და მხოლოდ 2 მარცხი. UFC-ში გაფორმებამდე ის დამაჯერებლად იგებდა ყველა თავის ბრძოლას, გარდა ბრეივის ლიგაში ჩატარებული ერთი პაექრობისა, სადაც ხამზად ჩიმაევთან ნოკაუტში ჩავარდა. UFC-ში ალისკეროვი ასევე პრეტენდენტთა სერიის გავლით მოხვდა. მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში უსუნაკლოდ ასპარეზობდა. ერთადერთი მარცხი კი ელიტარულ მებრძოლთან რობერტ უიტიკერთან იგემა. ტურნირის წინა ბრძოლებისგან განსხვავებით ამ დაპირისპირებამ სამივე განკუთვნილი რაუნდი გასტანა, მაგრამ მას კონკურენტულს რთულად თუ უწოდებთ. იკრამ ალისკეროვი თავის ოპონენტზე ერთი თავით მაღლა იდგა შერეული ორთაბრძოლების აბსოლუტურად ყველა ასპექტში. დგომში დაღესტნელი პერერას ჯაბნიდა. ის მშვენივრად გრძნობდა დისტანციას, მუდმივად ასრულებდა ფეხის ხის დარტყმებს, ხვთავდა მუხლებს და გაცვლებიდან გამარჯვებული გამოდიოდა. მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის, რომ იკრამა გონივრულად ჩაახშო ბრაზილიელი ძლიერი მხარეები. მან პერერას თავის საფირმო აგრესიულ სტილში მუშაობის საშუალება უბრალოდ არ მისცა. როგორც კი ბრუნო სიტუაციის გამწვავებას ცდილობდა, ალისკეროვი თავის ბაზას ხრთავდა. მას მეტოქე ძალიან ეფექტურად გადაყავდა მიწაზე. დაღესტნელმა პარტერში უზარმაზარი დრო გაატარა, რითაც ტოტალურ კონტროლს ავლენდა და ბრაზილიელ ნოკაუტერს ფიტავდა. როგორც შედეგი, იკრამ ალისკეროვის უპირობო გამარჯვება მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით. იდეალური გეიმპლანი და დომინაცია ოქტაგონის თითოეულ სართულზე. Ikram Aliskerov. 57 კილოგრამში ოქტაგონზე ამერიკელი ჩარლზ ჯონსონი და ყაზახი მებრძოლი ასუ ალმაბაევი შეხვდნენ. ჩარლზ ჯონსონი LFS ლიგის ყოფილი ჩემპიონია, რომლის პროფესიონალური რეკორდი 19 მოგებასა და 8 მარცხს შეადგენს. UFC-ში 2022 წლიდან გამოდის და 4 წლის განმავლობაში შთამბეჭდავი 14 ბრძოლის ჩატარება მოასწრო. ჯონსონი საკმაოდ არასტაბილური მებრძოლია, რომელიც გამარჯვებებსა და მარცხებს ერთმანეთში ანაცვლებს. თუმცა ფანებისთვის ის ძალიან კარგად არის ცნობილი, სწორედ ჩარლზმა გაგზავნა თავის დროზე ნოკაუტში მოქმედი ჩემპიონი ჯოშუა ვანი. მისი მეტოქე ასუ ალმაბაევი ელიტარული გრეპლერი ჯიუ-ჯიტსუში მსოფლიოსა და აზიის ჩემპიონი, ასევე M1 გლობალის და NFC-ის ყოფილი ჩემპიონი. მისი რეკორდი 23 მოგებას და 3 მარცხს ითვლის. UFC-ში ასუმ 7 ბრძოლა ჩაატარა, ძირითადად მსაჯების გადაწყვეტილებით ან საბმიშენებით იგებდა და მხოლოდ 1 მარცხი განიცადა ნოკაუტით მანელ კაპესთან. ეს ბრძოლა ტოტალურ განადგურებად იქცა და არა მხოლოდ ამ ტურნირის, არამედ ორგანიზაციის ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი, იშვიათი და სასტიკი ფინიში დასრულდა. პირველი 2 რაუნდის განმავლობაში ალმაბაევი ამერიკას უბრალოდ ანადგურებდა. ეს სალკარა თამაში იყო. ასუ უკეთესი იყო დგომშიც, პარტერშიც და ჭიდაობაშიც. ის მაქსიმალურად აგრესიულად მოქმედებდა, მეტოქეს დარტყმებით შლიდა ნაწილებად, კლინჩი დომინირებდა და მიწაზეც ჯონსონს სასტიკად ამტვრევდა. ყველაზე საინტერესო და დრამატული კი მესამე რაუნდში მოხდა. ფინალურ 5 წუთეულის დასაწყისში ჯონსონმა მოულოდნელად შეძლო ალმაბაევის მახრჩობელა ილეთზე დაჭერა. ამერიკელი უკანასკნელი ძალებით ცდილობდა ილეთის ბოლომდე მიყვანას, მაგრამ უშედეგოდ. ასუმ ცივსისხლიანად დააღწია თავი, ეპიზოდის მსვლელობა შემოატრიალა და შედევრი შექმნა. ყაზახმა მებრძოლმა უიშვიათესი და დაუჯერებლად ეფექტური მტკივნეული ილეთი შეასრულა, რომელიც უდაოდ იმსახურებს საღამოს საუკეთესო გამოსვლის ბონუსს. სულოების გაჭიმვა, ასე ქვია ამ ილეთს, მუხლის მოდიფიცირებული ბერკეტის ზურგიდან კონტროლის პოზიციაში. კომენტარებში ფანებმა ამ ხის ილეთს ხუმრობით გახეული უკანალიც კი შეარქვეს. ეს იყო გამაოგნებელი ჰაილაითი, რომელსაც შერეული ორთაბრძოლების გულშემატკივრები დიდხანს დაიმახსოვრებენ. თუ ასუ ალმაბაევი ასეთ დომინანტურ ტემპში გააგრძელებს გამოსვლას, მისთვის სატიტულო ბრძოლა მხოლოდ უახლოესი დროის საკითხია. ტურნირის მორიგი დაპირისპირება მსუბუქ კატეგორიაში გაიმართა. ოქტაგონზე ერთმანეთს ბრაზილიელი მატეუს კამილო და აზერბაიჯანის წარმომადგენელი ნაზიმ საღდიხოვი დაუპირისპირდნენ. ბრაზილიელი ამ პაექრობას პროფესიონალური რეკორდით 10 მოგებითა და 3 მარცხით შეხვდა. UFC-ში მან 2 ბრძოლის ჩატარება მოასწრო, ერთში გაიმარჯვა, მეორეში კი დამარცხდა. მატეუსი ძალიან ხისტი სპორტსმენია, რომელსაც დგომში ღია გასვლები უყვარს, თუმცა ამავდროულად მაქსიმალურად კომფორტულად და სახიფათოდ გრძნობს თავს პარტერშიც. მისი მეტოქე ნაზიმ საღდიხოვი მსოფლიოს საუკეთესო ლიგაში შთამბეჭდავად შეიჭრა. 2022 წელს დანა უაითის პრეტენდენტთა სერიაში მან თავისი ოპონენტი ნოკაუტში გაგზავნა, რის შემდეგაც ზედიზედ 4 მოგებისგან შემდგარი შესანიშნავი სერია დააფიქსირა. თავის ბოლო გამოსვლაში ნაზიმმა ნოკაუტით ფერეს ზიამთან დამარცხდა. ამიტომ ახლა საკუთარი პუბლიკის წინაშე ამ მარცხის დასახურად უკიდურესად მოტივირებული იყო. სტილისტურად აზერბაიჯანელსაც საქმის გარჩევა დგომში ურჩევნია, თუმცა ამასთანავე ჭიდაობის შესანიშნავ უნარებსაც ფლობს. ფანები ხანგრძლივ ომს ელოდნენ, მაგრამ ყველაფერი ელვისებურად დასრულდა. პირველი
მეცუთი მებრძოლებმა ფეხზე დგომში ფრთხილ დაზვერვაში გაატარეს. სახიფათო არაფერი ხდებოდა. კულმინაციამ მეორე წუთის შუაში დადგა. ბრაზილიელი შემხვედრზე მკვეთრად აფეთქდა და სადიხოვი უსასტიკეს მარჯვენა პირდაპირ დარტყმაზე დაიჭირა. აზერბაიჯანელი მებრძოლი მიწაზე დაეცა და როგორც კი მატეუსი დასასრულებლად მივარდა, რეფერი მომენტალურად ჩაერია და პაექრობა შეაჩერა. მაყურებელში მაშინვე იფეთქა კამათმა. სადიხოვი გონება და კარგული არ ყოფილა და ბევრი თვლის, რომ რეფერიმ აშკარად იჩქარა, რადგან აზერბაიჯანას ამ ეპიზოდში გადარჩენის შანსი არ მისცა. ასეა თუ ისე შედეგი დაფიქსირებულია. მატეუს კამილოს ელვისებური გამარჯვება ტექნიკური ნოკაუტით 1 წუთსა და 30 წამში. დაიმივადექით საღამოს თავმთავარ მოვლენა. საშუალო წონით კატეგორიაში ბრაზილიელი მიშელ პერეირა დაღესტნელ შარაბუდინ მაგამედოვს, იგივე შარაბულეთს დაუპირისპირდა. ეს მებრძოლები თანატოლები არიან, ორივე 32 წლის არის. ბრაზილიელი პროფესიონალურ სპორტში 2007 წლიდანაა და ბრძოლის მომენტისათვის მისი რეკორდი 32 მოგებასა და 14 მარცხში ადგენდა. ის ძალიან სანახაობრივი მებრძოლია და გამოკვეთილი დამრტყმელია. UFC-მდე ადგილობრივ ლიგებში ჩემპიონიც იყო. ერთ დროს UFC-ში 8 ბრძოლიანი მოგებების სერია ჰქონდა, თუმცა ენტონი ერნანდესმა ის ნოკაუტით შეაჩერა. რის შემდეგაც კიდევ 2 ბრძოლა წააგო და 2026 წელს გაყოფილი გადაწყვეტილებით ძლივს მოიგო. დაღესტნელიც გამოკვეთილი დამრტყმელია. UFC-მდე მისი საბაზისო სპორტი ტაილანდური კრივი და კიკბოქსინგი იყო. ამ მებრძოლს სხვადასხვა ფინტების გაკეთება უყვარს და ალბათ ყველას ახსოვს ის ორმაგი ბექფისტი, რომელთაც მან მეტოქე დაანოკაუტა. მისი პროფესიონალური რეკორდი 16 მოგებაა და 1 მარცხი. შარა UFC-ში 2023 წელს გამოჩნდა. ზედიზედ 4 ბრძოლა მოიგო და ყველას ეგონა რომ შარა შეუჩერებელი იყო. თუმცა 2025 წელს მაიკლ პეიჯს შეხვდა და ქულებით აშკარად წააგო. ამის შემდეგ მან მსაჯების გადაწყვეტილებით მოიგო, გამარჯვების გზას დაუბრუნდა და ბაქოში ბრაზილიელს შეხვდა. ახლა კი უშუალოდ ბრძოლა განვიხილოთ. პირველი რაუნდი ძალიან დამაინტრიგებელი გამოდგა. სპორტსმენებმა ჩხუბი ძალიან ფრთხილად დაიწყეს, მაგრამ პირველივე წუთის ბოლოს პერეირამ მარჯვენა პირდაპირი დარტყმით შარაბულეტი ძილს დასცა. ეს ძალიან მძიმე დარტყმა იყო. ყველას ეგონა რომ ბრძოლა ახლავე დასრულდებოდა. ბრაზილიელი მეტოქეს დასასრულებლად დააცხრა, მაგრამ შარამ რაღაცნაირად გადარჩენა შეძლო. მებრძოლები მიწაზე ხისტად ურტყავდნენ ერთმანეთს. პერეირა ზემოდან იყო, შარა კი ქვემოდან ახერხებდა დარტყმების მიყენებას. საბოლოოდ მებრძოლებმა თითქმის მთელი რაუნდი ესეთ პოზიციაში გაატარეს, სადაც ბრაზილიელი დომინირებდა. მაგრამ გონგამდე რამოდენიმე წამით ადრე შარამ პოზიციის შეცვლა შეძლო, თავად აღმოჩნდა პარტერში, დომინანტურ პოზიციაში და რაუნდიც ასე დაასრულა. საერთო ჯამში ქულებითა და კონტროლით ამ რაუნდში პერეირა უკეთესი იყო. მეორე რაუნდში სურათი რადიკალურად შეიცვალა. ეს რაუნდი მებრძოლებმა მთლიანად დგომში გაატარეს. შარაბულეტი თავის მეტოქეზე ბევრად უკეთესი იყო. მან თავისი კრივი ჩართო და ოპონენტს ფეხებით მეთოდურად შლიდა. იყენებდა ჰაიკიკებს, ლოუკიკებს და ფეხის სხვადასხვა დარტყმებს. პერეირა ამ რაუნდში მეტოქეს უბრალოდ გაურბოდა. შარაბულეტი ამ მონაკვეთში უკეთესი იყო და რაუნდების მიხედვით ანგარიში იყო 1-1. მესამე რაუნდი მებრძოლებმა ძალიან ფრთხილად დაიწყეს. მათ ესმოდათ რომ ფრე იყო და ეს მონაკვეთი ყველაფერს გადაწყვეტდა. თავდაპირველად სპორტსმენები ერთმანეთს დისტანციიდან ფეხებით ცხრილავდნენ. ამაში კი დაღესტნელი მებრძოლი რა თქმა უნდა უკეთესი იყო. რაუნდის შუაში ბრაზილიელმა ჭიდაობა სცადა, მაგრამ შარაბულეტმა თავი ძალიან კარგად დაიცვა. ამ დროს მან მეტოქეს შემთხვევით თითები პირდაპირ თვალებში ატაკა. ეს უბრალოდ შემთხვევა იყო და ამიტომ მისთვის კულა არ დაუკლიათ. დარჩენილ დროში შარაბულეტი უფრო აქტიურად გამოიყურებოდა. ბრაზილიელმა კვლავ სცადა ბრძოლის მიწაზე გადაყვანა, მაგრამ დაღესტნელმა თავი ისევ კარგად დაიცვა. მოკლედ შარამ ქულებით მეტოქე დაჯაბნა და ეს რაუნდიც მოიგო. საბოლოო ჯამში შარაბულეტმა მსაჯების ერთსულოვანი გადაწყვეტილებით გაიმარჯვა. და ის საღამოს მთავარ ბრძოლამდეც მივედით. მსუბუქ-წონაში ერთმანეთს რაფაელ ფიზიევი და მანუელ ტორესი დაუპირისპირდნენ. პროფესიონალებში რაფაელის რეკორდი 13 მოგებაა და 5 მარცხი. ის მუაი-თაის ელიტარული მებრძოლია, ყოველთვის ლამაზად ჩხუბობს, უყვარს ბონუსების შეგროვება, აქვს ძალიან საინტერესო დგომი, აგრესიულია, უყვარს მობრუნებითი დარტყმები და ძალიან სწრაფია. UFC-ში მან უკვე 12 ბრძოლა ჩაატარა, 2019 წელს დებიუტში ნოკაუტით დამარცხდა, მაგრამ შემდეგ ზედიზედ 6 ბრძოლა მოიგო. ამის მერე მას ზედიზედ 3 მარცხი
მარცხი ჰქონდა, ორჯერ ჯასტინ გეიჯის შეხვდა, ერთხელ მსაჯების გადაწყვეტილებით დათმო, მეორე კი გაყოფილი გადაწყვეტილებით, თუმცა ბევრი თვლიდა, რომ მაშინ რაფაელმა გაიმარჯვა. ამის შემდეგ ის დაბრუნდა მსაჯების გადაწყვეტილებით იგნასიო ბაჰამონდეს მოუგო, ახლახანს კი 1 თებერვალს მაურისიო რუფისთან ნოკაუტით დამარცხდა. რაც შეეხება მანუელ ტორეს, ის მექსიკელი მებრძოლია, ტანად დიდი და მძიმე დარტყმის მქონე სპორტსმენი, რომელიც ლიგაში დანა უაიტის პრეტენდენტთა სერიიდან მოვიდა. UFC-ში მან 6 ბრძოლა ჩაატარა და აბსოლუტურად ყველა ფინიშით დაასრულა, 4 ნოკაუტი და 1